ვაგზელებ ფულიშონა ჯეტია ხუჩი და ერთი წამით გავაგზელებ ვიდეოს გადაღებას და ავაცილე მაგრამ იმედი მოქს ახლა ამ WordPress-ში კი არ და ბომბდამშენში არ მომხსნიან და Black Mamba იპარავს ბომბდამშენს რომელიც ჩვენს გენგს გახდის ყველაზე ძლებამოსილს მთელ მსოფლიოში უბრალოდ თავარი ახლა აქედან აფრენა მოვასწრო იმიტომ რომ ამას არ ვიცი როგორი ბრონი უკეთია წავიდა და ეგ არის ესეც ეს მოკლედ ეს ვიდეო ეხლა ვავიყვანოთ 10000 ლაიქს და დააჭერეთ აბლა წითელ subscribe ლაიქს იმიტომ რომ წინ როგორც ხედავთ ძალიან მაგარი ვიდეოები გოლდება და გადავნახე ეს რა უბედურება აქთო დავაი წამოვედით ესე რაღაც ამსუბუქად მოვიპარეთ არა ეს ბომბდამშენი არ ვიცი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენი რა მიდის რავი მოვიპარეთ და ეგ არის რა პოლიცია მოგზევს 5 ვარსკვლავზე მაგრამ 5 ვარსკვლავიან პოლიციასაც ძალიან მარტივად მოვიცილებთ რავი ამით იმიტომ რომ ეს არის მგონი ულტრა ბგერითი იმიტომ რომ ნახე ბგერებს თუ კონდენსატია ეგ არ ვიცი ას ბგერას უჭრით რავი როგორც არის არ ვიცი მაგრამ ნუ გამოვიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო თუ გინდათ რომ CG გადარჩეს მაგრამ ეს WordPress ახლა კაი მოვიპარე ბიჭო რა სპონტანურად დო წინა ვიდეოს ვინც უყურეთ თუ პროსტა მოდიოდით ოპა მოდი აქ მოდი ეს თუ არ მოვიცილი აქ აზრი არ აქვს შევაჯდეთ საწავიდა ახლა ნახეთ ვახ დაიცა აი აგერ მოდი აქ ვახ დაიცა მაუსით იმენა ვერ ვატარებ მოდი მაშინ ამაზე გადავიდა ფრთხილად კაი მარყუჟი გავაკეთოთ წავიდა საწავიდან აქ არიყვნენ კაცო? აი ეგ დაიძებით. უნდა მოვიცილო თორე ეგენი თავს არ გამანებებენ ერთ წამის წამოვიდა ესე. აუ ბიჭო ვერ ვატარებ კარგად. საწავიდა თორას დაფრინავენ აქეთ იქით. გაქრნენ ვაფშე? გაქრნენ. ძალიან კაი. მოკლედ ახლა ეს ბომბდამშენი აქ ვერ ჩამოვიყვან აეროპორტში, იმიტომ რომ გამორიცხულია უეჭოლი მიპოვიან. ამით კანიონში უნდა შევიდეთ. და კანიონში უნდა ვიპოვოთ სადმე უნდა დავეშვათ სადმე ძალიან მსუბუქად ნუ ცოტა საშიში კი არა ახლა ჩვენთვის იმიტომ რომ შეიძლება ჩამოვარდეთ და სიჯეს უკან მივეციოთ მაგრამ ნუ კაი რაღაცას ვისავთ ნელა წავედეთ ახლა კანიონისკენ სხვადასხვა მერცე ფაზაკლებები მორჩა და დღეიდან სამწუხაროდ ისევ ძოლფასებს დავაბრუნდა მაგრამ ვისაც შეცანგსურთ ეხლავე შეგეძლოთ გადახვიდეთ და შეიძინოთ იმიტომ რომ რაოდენობები მიდის ახლა მთლად ისე არ მიდის როგორც ახალი წლის დღეებში მაგრამ დავეშვოთ ქალაქისკენ ოპა დავაფიქსირეთ წავიდა მოიხსნა არა გადამერჩა კაი არა უშავს აქ ქალაქში მაინც ცოტა ისე ვიყოთ აგერ კიდე ერთი მაგრამ ამასაც მოხსნი არა გავანებოთ თავი სადავეშვა ახლა ამით ისეთ ადგილას რომ პოლიციამ ვერ მოგვაგნოს ცოტა საშიში რაღაცა კი დავითრიეთ და რაში გვინდა სად დავაყენოთ გარაჟი ჩვენ არა გვაქვს გარაჟი მოსაძიებელი მაქვს ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast რომელიც არის counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთზამი ვახშენი უფასოს კინი ხوار უნდა აქვინოს სხვათა შორის შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შემდებარე ლინკზე გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით ამიგოს არქო და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო და სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის კინები ამოგივიდეთ ამიტომ გადადეთ აღზარა შემდებარე ლინკ აი აქ ისად მეუდაბნოში დავაყენებ რა ის ადგილას რო ვერავინ ვერ მიაქნოს დავეშვათ აქ ესე დაბლა ნელ-ნელა ნუ აქ სიარული ცოტა საშიშია თან არც ბრონი უკეთია რავი ამ თვითფრინავს არც არაფერი არც ისეთი მაგა აქტიურებული რო არ აფეთქდის ნახე ხო არ გადაობა არა მარტო ამ მომენტის გამო იმსახურებთ 10000 ლაიქს უბრალოდ ეხლა სად დავეშვა ეს ეხლა ისეთი თვითფრინავი ხო არ არის რომ როგორც კიდე ისე დაეშვა და ვერ შეგამჩნევს კანიონი ეგერ არის წინ კანიონისკენ უნდა წავიდეთ უეჭველი დავაი წამოვიდა ესე ფრთხილად ნელა ისე რომ არაფერს არ დავეტაკო ფერმისკენ დაშვებას აზრი არ აქვს ფერმაში ხომ მომპარესის WordPress წინაზე. ავაი შასი უნდა გავხსნა ახლა აქ უეჭველი. წავიდა აქ უნდა დავეშვათ სადმე ძალიან ფრთხილად. ოპა, რა ხდება? მოტარებელი იყო ბიჭო გადმოვარდნილი თო? კაი. აი აქეთ ვერც აქეთ. აფრენდი აქ რამეს არ გამოვედო თორე დავიღუპეთ. აქ რო დავეშვა. აი ამ თაზე წინ. მედი. წავიდა არაფეთქდე და ეგ არის ძალიან კაი ჩავკეტოთ ეს ბომბდამშენი აქ დავასეივოთ და რავი იყოს რა მუქთა მაინც ჩვენი რა მიდის არაფერი ხო ერთი ბომბდამშენი გვეგდება მაგრამ იქ იმატარებელს რა ჭირს ერთ წამი ამ კაც რა უნდა აქ ყველად არის ამ WordPress ეს რო აქ აყენია ხო უნდა წავიდეთ აქედან როგორღაც ჩემი ძმა всё WordPress ჩვენია WordPress ყავს WordPress-ები მოგვიგროვდა რა ცოტა ძალიან კი განაგლდა ახლა Black Mamba მაგრამ რა ვქნათ ახლა სხვა გზა არ გვაქვს როგორც გვექცევენ ეგრე უნდა მოვიქცეთ ყველას რა ხდება ერთ წამი ეს WordPress-ი რეალურად იმიტომ ავიყვანე რომ ახლა ამ ხიდზე გავიგო რა ჯანდაბა მოხდა მატარებელი გადავარდა ბიჭო გადაობ რა მოუვიდა დედასპიცავ ხიდი ჩაინგრა თუ ესეთი რაღაც პირველად ნახე რომ მატარებელი გადავარდნილი იყო ხიდიდან
სააღულდა იდასპიცავა რავი. წავედი მე აქედან. ეს რა არის? აქ რაღაც ძალიან საეჭვოა. აბა დავუშვოთ. ეს აქ არ იყო ადრეტო. ბიჭო რაღაც აქვს ტიპებს მიწაში გაკეთებული რა ხდება? და იყიდებაო? არა, საშიშია ვაწერია. წამოვიდეთ, danger. აქ რო დავდგეთ ეს არ იხსნებოდა რამე. რა ხდება აქ ვინ არის დაბლა? Keep clean. Wow. დაწეროთ კომენტარებში რა უნდა იყოს ეს რამე ესეც ვერ გაგვიკეთებენ და Black Mamba-ისთვის. კაი, წავედით ახლა მოკლედ ჩვენს აეროპორტში და იქიდან უკვე მივხედოთ დღეს საქმეებს. და ვინ მე რეკავს ახლა კი მაგრამ ვის გავახსენდი? ექიმია თო. ეხა ამან ცუდი რამე არ თქვა. დიახ, ექიმო გისმენთ? ესა ბატონ ფრანკმენს ესაუბრები? დიახ, მე ვარ გისმენთ. ცოტა ცუდი ამბავი გქონდა. რა მოხდა? თო ეხა არ მითხრათ რა. არა, უბრალოდ ისა ვიღაცა კაცია მოსული აქ და ვიცი ახლა თქვენ რა შეგემთხოვთ? ვინ არის მოსული? არ ვიცი, ვიძახის მთელი დღე აუცილებლად უნდა ვნახო ეს CG-ო და. CG უნდა ვნახო აუცილებლადო? ვინ იცის რომ მას CG ერქვა? როგორი ტიპი არის? არა, ანუ პოლიციელს გავს, მაგრამ თლად ეხა ხო იცით, ეხა პოლიციის ფორმა არ აცვია და შეიძლება რამე ეჭვია ვიყოთ. ვახ, ერთამი არ შეუშვა არა არცად კაცო. ყვირის აქ გინდა თუ არა ჩემი CG-ის ახლობელი ვარ, უნდა ვნახო გინდა თუ არაო და. არ შეუშვათ კაცო, არავის CG-ის ახლობელი არ ყოლია. ხალი ხო არ არის? არა, კაცია. ესე იგი ბები ამისი არ არის, რო თქო რომ ბები ამისი გამოიჩიდა უცბად თქო და კაი, მოვალთ 15 წუთში. კარგით, როგორღაც დავაკავებთ ამას. მედით აბა. მეღადაობით ვინ არის ესეთი მსული, ვინც იძახის რომ CG უნდა ვნახო აუცილებლადო. პოლიციელი არ არის, ან შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სამოქალაქო ფორმით არის. ხალი არ არის, ბები ამისი ვერ იქნება. წავედით აბა ერთი. ნეტა CG გადარჩეს რა და იდასპიცავა რა, მაგრამ ყველაფერი ისე მიდის წესით გადარჩევა, უბრალოდ აი მკურნალობის ხარჯებზე მაქვს მე ექიმთან სალაპარაკო, რამდენი გვექნება მოსაგროვებელი, მაგრამ აუგუსტინის კუნძული ეგრე არ არის. ნელ-ნელა კამანდა შევკრიბავ, ლუკას, სტივს, ბიჭებს ვეტყვით, ავადგებით და რაღაცა წელს ახლა მივიცემ ბუნებრივია ესე მუქთაზე ხო იქ არავინ არ გამოუყვება რა. მართალია ხა ის კუნძული მან აღმოაჩინა სტივმა, მაგრამ თემა ის არის რომ იქ ხა კონსოლის აღმოჩენაში გადაუხადეთ ფული, მაგრამ იქ მე წამოსვლა სროლა რაღაც ის რისკი ყველაფერი უნდა გაიღოს ადამიანმა და დავეშოთ აქ ვერტფრენი ჩამოვალ უეჭველი, იმიტომ რომ არ მაქვს ხა იქ აეროპორტში წასვლის თავი და რაღაც, იმიტომ რომ მალე მოსაგვარებელი არის ახლა ეს თემა. და ვისაც Black Mamba-ის მერჩი შეძენა გსურთ, აუცილებლად გადადეთ აღწერაში პირველივე ლინკზე, სადაც დაინახავთ ესეთ ფანჯარას და აქ გვაქვს ჰუდები, მაისურები, მობილურის კეისები, ჭიქები, რავი, ბარაძე დასაკრავები და პაზლები. მაგალითად თუ გსურთ ახლა ჰუდი, აჭერთ ჰუდს, ირჩევთ რომელი მოდელი გსურთ, მაგალითად ბებო როგორაა CG-ის საპატივცემულოდ, Black Mamba მანიან, Black Mamba. ნუ სამივე დიზაინი ჩემს განსაკუთრებული და კარგია. აქვე ირჩევთ ზომას, ირჩევთ ფერს, ირჩევთ რაოდენობას, კალთაში დამატებას და მიყვებით ინსტრუქციას. ანალოგიურად ხდება მაისურებზეც, მობილურის კეისებზე, ჭიქებზეც და რა ყველაფერზე რა. ამიტომ ვისაც შეძლებთ გსურთ, ორშაბათამდე მოასწარით და ლინკი აღწერაშია. გაიგე ხა ვინ არის ამასთან მოსული, თუ პოლიცია არ იყოს იდასპიცორთორ დაგვერხა მართლა, ესე იგი გაიგებენ ყველაფერს ესე. ბიჭო, აუგუსტინის ხალხი ხო არ არის და კონსოლიდან ხო არ გამოყნენ თო? თან რაღაც საეჭო დაიმთხო ახლა ყველაფერი, კაი, წამოვიდეთ, იარაღის შევინახოთ მაინც. ჩემო კარგო, მათ არ გაჩვენა ვერტფრენი რა არის ესა? კაი, ბიჭო, რა გამიხურეთ საქმე, გადახვედით შიგნით შევიდა? CG-სთან ხართ ხო? დიახ. ადით რა მალე ვიღაცა კაცი გამისული რა. კარგით, ერთი წამი. გამარჯობათ ექიმო. გამარჯობათ, თქვენ CG-ის ხართ ხო ახლობელი? დიახ, CG-ის ახლობელი ვარ, აბა რა ხდება ერთ CG როგორ არის გამაგებინეთ პირველ რიგში? ანუ CG ჯერჯერობით ხო ნუ ეხა ოპერაციები რაღაცები უკეთება, მაგრამ გეხოცებით ეს კაცი გაიჩერეთ რა. ვინ არის კი მარა? შემიშვით ბიჭო, არ წავალ შანსი არ არის და დროზე ეხა გამიღეთ, ახლობელი ვარ CG, ანახეთ ჩემი. ბატონო დაწანდეთ გეხოცებით? ჯერ ბიჭო რა არის ეს რა ოთახში გამომკეტეთ. შემიშვით მე ხო გეუნები, მე რომ ნახავს ეგრევე გამოკეთდება, ჩემი ძმა არის ბიჭო. ვისი ხმა ისმის? აი გვერდზე ოთახში ყოლ შეყვანილი შიგნით რა, ვერ დავაბით და რა ვიქ შევიყვანეთ რა. ამას ვიცნობთო? აი დიახ დააწნარეთ რა. სტივს აქ რა უნდა დიდასპიცავა რა. სტივ? ხო გეუნებოდი ბიჭო, ახლობელი ვარ თქო და ფრანკი ბიჭო უთხარით რამე არ მიშვები, მთელი დღე აქ ვარ გამომკეტის, გადამრიის. ჩემთან არის რა. დააწნარეთ რა. ბიჭო, პატევისცემა მინდოდა რაღაცეები ამოვიტანე, ეხა ბებოს ღვეზელი წამოუღე, გაუსწორდებოდა რაღაცა კამფეტები რაღაცა და. არა ბატონო, გითხარით რომ არ შეიძლება რა ღვეზელი ის დამწვარი ადამიანი რა. ბიჭო, შენ არ იცი ხომ მაგას რა. ბიჭო, გავიგე რაღაც ავარიაში მოხვედრილ ხართ რა, ავიაკატასტროფა რაღაცა და ესე ზუსტად არ ვიცი რა ჭირს ბიჭო. არა რა, ავარიავი, თვითფრინავი ჩამოვარა და აფეთქდა და რავი მთელი ღამე იქ ცეცხლში იყო გახული, რავი როგორ გადარჩა მეც არ ვიცი და 1-2% არის თუ 3 მექიმება გადარჩენის შანსიო და ჩამოვიყვანეთ რა. რა, დაიცა 3% ბიჭო. დაიწვა ვაფშე ადამიანი რა გადარჩა CG-ია თუ ფერფლი ჩემ. აი ფერფლად რო არ იქცა მეც ეგ მიკვირს რა.
ერთსამით აველაპარაკები პარემ ექიმს და. მიდი აბა ერთი და ღვეზელი გაუყოლეს მურად გაუსტორდება რო გაიგებს რომ ბებოსგანაა გაუსტორდება არა ღვეზელი გაუყოლო ბიჭო ანუ სავარაუდოდ შეფუთული ყავთ ეხლა დამწვარი არა მთლიანად რა ვახ ჩემი მაგრად ეხავს რა უეჭველი უნდა გამოკეთდეს რა მიდი შემეხმიანე რა ერთი წამია ბავალ ექიმთან ეს ბატონი აქ უნდა დარჩეს აქ რაზე უნდა დავრჩე ბიჭო არა ანუ ზევითას არ შეიძლება თუ ეგ მეც ვიცი ბიჭო ამდენი ხანი აქ დამაყუდეთ ეხლა კიდე უნდა გამიმეო რომ აგდენი აქავარ ჯერსი ჩემი ნებით აქავარ ბიჭო რო იცოდე ეხლა ბევრი აღარ მალაპარაკ კარგით კაი ავალ ერთი წამი და ჩამოვა რა მოკლედ ექიმო ნახო მინდა რა სიჯის ჯერ ესეთი სიჯისგან ს არის მარტო დარჩენილი ჯერჯერობით და მეორეც დაიცე ეწამი ხუმრობის დრო არის არა ანუ ვითარება გაგაცანით რა ადამიანს ვერ ნახავთ ჯერჯერობით შეფუთულია ლაბორატორიაში შეკვლევები უტარდება დასანახადაც ძალიან რთული არის თქვენ მეთუმეტეს ვიდეოებს იღებთ და იქ მცირეწლოვანი ბავშვები გიყურებენ და შეუძლებელია უბრალოდ რომ გამოჩეს ეგ ადამიანი ვიდეოში და ნუ ხო ხდებით არა მესმის თავარ ექიმს რო გავესაუბრო აი ზევით არის კაბინეტში დაგელოდება რომ მოხვედით უკვე უთხარით და აბრძანდით სუზევით არა დიახ კარგით წავედი სანმე ხო არა ყავთ სიჯის შემთხვევით თავი კია და თვალი არ მოკრა რა სადმოძანდებით ზევით ავდივარ თავარ ექიმთან მებრძანდით ო საქმეს აკეთებს ეს კაცი რა სადმოძანდებით ბატონო ბიჭო ეხლა ყველამსაც თავ უნდა მკითხოთ ჩვენი მას ვალდებულება ეგ არის სამი დიხარ ექიმთან ავდივარ ზევით მთავართან რა ტიპები არიან ჩემი გაჭირდი სადმოძანდებით ბიჭო მეღადავებით თქვენ უკაცრავად ტონს დაუწევთ ორი გაგაცავებით სამოწყობოდან თავარ ექიმთან ავდივარ ზევით მესამე ხარ უკვე ვინც მაგას მეკითხება სანმე დიხარო ჩვენი ვალდებულება აი აროჩე რა გაჭი სადმოძანდებით აი ხა ბიჭო თქვენ დაგერხევათ თო რაციაში გადავეცით და ავიდეთ ზევით ამიშვით თო დაგაკავებთ ეხლა წესად ილაპარაკეთ სად მიდიხარ ექიმთან ავდივარ ზევით და გადაიცი ხა რაცით რომ ადის ზევით თქო და გაატარეთ თქო რა გასაგებია ზევით ამოდის კაცი რაღაცა აჭყაბნია ხუძე რა თქვი ბიჭო რაღაცა აჭყაბნია ხუძე მე რა ვიცი რა არის ესა ბლეკ მამბის ხუძე რა თქვი ბიჭო რაღაც არის დაჟღაპნელი მე რა ვიცი ეს რა არის კაი მოვაგვარებ ამას და შენ რა თქვი ბლეკ მამბაზე განახი წავედი გადაცემულია ესე იგი რაციაში ხა twins არავინ აღარ გამიბრყოს მაგრამ არავინ აღარ არის მე რა უნდა მითხრას მაგრამ რა თქვა ბიჭო ამან ბლეკ მამბის ხუძე კომენტარებში დაწერეთ რა ვუყოთ ამას სამებრძანდებით დაბლიდან არ გადმოგცემ იმ კაცმა აჰო რაღაცა აჭყაბნია ამ დაჭყაბნელზე იცახ და ბიჭო წესი რა დილაპარაკეთ ბლეკ მამბის ხუძე რა ვიცი ბატონო მე ახალი თანამედროვეობა არ მისმის ერთი ძველი სტარგი გაზივა აუ კაროჩე რა შევედი რა და ოკეი, ეს ჩვენი თავარი ექიმი. გაჭირდით ერთ წამი. რა გინდა ბიჭო? ჩემთან არიან, მებრძანდი. მადლობა. მოკლედ რა ძალიან ცუდი დაცვა ყავთ. ცუდი რატო? ყველა სართულზე ყველა მეკითხება სამებრძანდებიოდა. ნუ ჩემი გაფრთხილებულია. მოკლედ რა სიჯის მდგომარეობა რო გამოსონ თუ შეიძლება? მოკლედ სიჯის მდგომარეობა ძალიან ცუდად არის. ავუღეთ უკვე ანალიზები, სიცოცხლის ნიშნები ნაკლებად გამოიკვეთება და როგორც ექიმებმა პირველადი დათვალიერების გვითხრეს დაახლოებით 3% გადარჩენის შანსი. ფილტვების საერთოდ აღარა აქვს. აუ. აბა როგორ სუნთქავს? ხელოვნურად ამუშავებთ გულს, მხოლოდ გულია გადარჩენილი. და რას ამბობთ, რომ მხოლოდ გული იყო გადარჩენილი და ეგრე გადარჩა ადამიანი? დიახ, ანუ დაახლოებით 1 საათი, 1 საათი არა 1 წუთი ალბათ დაგეგვიანად მოკლებოდა გული შეწყვეტა მუშაობას. აუ, ბიჭო, რას ლაპარაკობდო? ანუ ეხლა რა გინდათ მითხრათ, რომ მთლიანი სხეული მკვდარი აქვს და მარტო გული მუშაობს? და ტვინის რაღაც უჯრედები და პერიოდულად, ანუ რო შევაერთეთ მაგის ფიქრები რა, მხოლოდ რა ვიცი უცნაურია, მაგრამ ბებო რაღაც ეგრე ეწერება. აუ, ჩემი რას ლაპარაკობ. ანუ ტვინი კომპიუტერზე შეერთეთ მაგის ფიქრებს კითხულობთ? დიახ, და მხოლოდ ბებოს კითხულობთ და ბებო როგორაა? აუ, ჩემი აზე ხარ ბიჭო. ხო, ბებო უყვარდა რა მაგას რა. უყვარდა არა ბატონო, თუ ტვინი ერთ რაღაცას კითხულობს, ესე იგი არის იქ რაღაცების შანსი კიდე, რაღაც კერები არის შიგნით. გულს ვამუშავებთ, კაი გული ქონია. გული რო აქვს მაგას მაგიტო იყო ეგეთი ადამიანი, მაგიტო გადარჩა რა. დიახ და მოკლედ არ ვიცი, აშკარად ბებია მისის და გულის დამსახურებაა, რომ ესე ტვინი ცოტა მუშაობდა, ბოლო ის იყო განათება რა მაგის ტვინში რა და გულიც ესე. აუ ბიჭო, ამატირებს ეხა ეს კაცი. ესე იგი ყველა ორგანო გადასანერგი გვაქვს. შეიძლება ისეთი გარეგნობის აღარ იყოს, ხო გესმით? აუ, პლასტიკური რამე. პლასტიკური მსგავსი პლასტიკური მინიმუმ 200 მილიონი მაინც ხის, ხო ხდებით ახლა რა თანხებთან არის დაკავშირებული. კარგით, პლასტიკური მერე იყოს რასჩივით გადარჩეს ადამიანი მთავარია და იაზროვნოს რა. კი ბატონო, თანხებს დავიანგარიშებთ, გეტყვით. ანუ გამოვაერთოთ აპარატიდან თუ გავაგრძელოთ? არა, რა უნდა გამოვაერთო კაცო აპარატიდან. გავაგრძელოთ ორგანოები ყველაფერი ჩამოვწეროთ, რა ღირს დონორები მოვიძიოთ. მაგას ყველაფერს ჩვენი სამწყობო გააკეთეს, მაგრამ სანგრძლივი პროცესი იქნება. არ არის პრობლემა, რა გადავიხდი ყველაფერს. მაშინ და საწყისისთვის 50 მილიონი უნდა დატოვოთ სამწყობოში დეპოზიტზე. დეპოზიტზე 50, აუ ჯერო არა მაქვს. სამწუხაროდ
ხვალ დღის ბოლომდე უნდა ვიცოდე პასუხი. ხვალ დღის ბოლომდე ესე იგი რამდენი მაქვს? 5 მილიონი თუ რაღაცა მაქვს. აუ 45 მილიონი გვაქვს საშოვნიტო. 5 მილიონი რო დავტოვო? ბატონო, ხა 5 მილიონი ხო ხდებით, მარტო ფეხების პასი არის. კარგით, მოკლედ გაგაგებინებთ რა ხვალ დღის ბოლომდე პასუხს. კი ბატონო, თუ არა დღის ბოლოს აპარატიდან უნდა გამოვერთოთ და მე უკვე დაკრძალვის ხარჯების გადახდა მოგიწევთ. არა, დაკრძალვა არ გამახსენოთ. კარგი, წავალ ეხლავე. დროებით. ვახ, ბიჭო, ეს რა დაგვემართათო? სიჯი ჩემი. აქ რა ხდება ასევით? აი, ჯანდაბას რაც არის რა. რაღაცა უნდა ვქნათ უეჭველი. 45 მილიონი ხვალ დღის ბოლომდე, ბიჭო. ავგუსტინის კონსულზე თავდასხმა ჯერ ადრია, იმიტომ რომ იქ შესასწავლია ყველაფერი. აუ არ ვიცი რა, დაწერეთ კომენტარებში რა გზით ვიშოვოთ 45 მილიონი ხვალ დღის ბოლომდე და დაალაიქეთ ვიდეო და გამოვიწერეთ არხი აუცილებლად რა. მოკლედ რა, წავედი ახლა მე აეროპორტში მივალ. ხალხი მყავს ერთი ლუკასაც რო დაურეკო რამე იქნება, რა ვიცი აბა ერთი. დაურეკოთ აბა. ალო ლუკა, რაშუბი როგორ ახარ? რა ვიცი, არაფერს აპალიაზდი ვარ რაღაც საქმეებზე შენ? რავი, ისას ნახომინდა შენი და სათხარ? აი, ლოკაციას ჩავიგდები ხა და მოდი. კაი, ერთი 5 წუთით ვნახავ რა. პლეაჟეც ამით ხო არ მივალ, პრინციპში წავალ ამბოს გამოვიყანავ თვითფრინავებით სამამდევით და საუქალაქში მეც მაგარი ვარტო, მაგრამ ისე სხვა არა, ეხა დავიგრუზე ბიჭო მაგრატო. რა უნდა საიდან უნდა ვიშო 45 მილიონი ხვალამდე, თუ არა დაკრძალვის ხარჯებიო, ყადობა არა რა სიჯი და დაკრძალვა. ბიჭო, სიჯი რომ მოგდეს, რავი, მე ალბათ ჩემ ეპიზოდებში შევწყვეტ. აღარ გადავიღებ არაფერს. ეხა ძალიან ნავსდი. თორე ხა მიმაწვენდნენ მე სიჯისთან გვერდით და ესეც მაგრამ ბიჭო ჩემი პრივატჯეტი რა ეღირება ნეტატო 45 მილიონის ტექნიკა არ მიყენია და ვიჯერო კაცო პრივატჯეტი კაი მაყუთი ღირს ხვალისთვის აბა ეს ამ თვითონს დაერხა პრივატჯეტი კი ღირს შენი 60-70 მილიონი და ბარემ გავყიდი ამასტო ეს ხო სიჯიმ და მაკამანდან გამიჩითა მაჩუქეს კაი სი პრივატჯეტი კი არის CS:GO Fast Black Mamba იტოქს პრივატჯეტს გავყიდი რა ვიდეები დაწერეთ თუ იდეა მომეწონება რამე ამოვარჩევ და იმით ვიშოვებ თუ არა და მომეწევს ამ ულამაზე სიჯეტის გაყიდვა რომელზეც სიჯის რა თქმა უნდა გული დაწყდება მაგრამ მე ნუ მარტო აქ 50 მილიონი არ არის არაფერი გვაქვს საშონი ქვეყანა რავი თვითონ აწილი ადამიანის რავი რა ღირს ახლა თავიდან არის ასაწყობი მთავარია ტვინი მუშაობს და ბებო ბიჭო ბებო იმენა ბებომ გადაარჩინა ხვდებით ტვინი მარშე წყვიტა ფუნქციონირება და გულს ბოლომდე გააკაჩინა რა წავედი ჩემი ლამბოთი რომელიც კაი ხანია მყავს ჩვენი ჯავშან ტრანსპორტიორი ჩვენი ვერტფრენი და ოპა ვახ ჩემი რას დადის ნახეთო ანუ ვაფშე ნეტა იხარ რას ფიქრობს ან რა ეს იზრება ან ეს აპარატი რა არის თუ რა ფიქრებსაც კითხულობს შეგაერთებენ და რამე თუ ფიქრობ ყველაფერს გიყრის რა უბედურება ესა კაჩენგი მოძი ვეღარ გიფიქრია ნავაი შევედით აი ლუკას ბუგატი აგერ კიდე ბუგატი დადის რა ჩალიჭობს აქ ამას ფული კი ექნება ხა პრინციპში შეგინდა ბუგატი შენახვა ცოტა არ ჯდება რა უეჭველი 100,000 უდევს ქეშად 50 ლარი რა ამბავია ძმა მაიკაში დააკელი ცოტა ეხა რა ვერაფერს ვერ დავაკლებო ოჯახს ამით ვარჩენ რა გავაკეთო წადი ძმაო სხვაგან იყიდე ნახე რა ვიცი ამაზე кай ფაში ვინ მოგცემს ეხა ბოლო შენთან დავდივარ პასტაიანა და დააკელი 5 ლარი მაგის დედავატირი რა 5 ლარი პურის ფულია თო აგერთან რა მანქანი დადიხარ და ამატე 5 ლარი რაზე მივაჭრები ბიჭო 5 ლარსაც რო ყურადღებას ვაქცევ მაგიტო დავდივარ ესეთი მანქანით და ეხა დამიკელი ჯობია თორე აგახებ თრიერ მაღაზიას რასისავ და ეხა დროზე მოძუძგი აქიდან და შენ ბუღალტერია ჩამაბარე ამას უყურე ეხა რა მაგას არ ვიზავ აი შენი მისამართიც ვიცი ბიჭო დილით რომელზე მოდიხარ ეგეც ვიცის და ხო იცი ვერსად გამექცევი აუ ეს რა შანსი გავყო დაგეკლებ 5 ლარს კაი ეხა აღარ მინდა ხვადილით აქ მოგიყვან ნოტარიუსს და გადმოაფირმებ შენ ბიზნეს გაიგე რა დიალოგები აქვს აქტო გეყვეწები რა რა შვით თო ვა ფრანკლინ ბიჭო არაფერი რაღაც ბიზნესი ვიყიდე ეხა რა არ უყიდი არაფერი აი ეს ჩემი კონსულტანტია ნოდარა გაიცანი არ ვარ მე კონსულტანტი არა იტოქში იქ განთავისუფლებული ხარ დავაი ხა მოხი აქიდან არ სადაც არ წავალ რას არის ზავ ბიჭო დავაი თორე ფეხში ეგრევე ხა კაი დავაი გიჟია არ გინდა და ბიზნესის დატოვება მოდი აუ რა შვები ბიჭო იზვენი ცოტა ნერვიულდი ხო არ მოგხვდა არა არ მომხვედრია მაგრამ რა ხდება რასრულები ატეხეთო ო არ მიყვარს ურჩით ანამშრომლები რა ხდება აბა გამაგებინე არაფერი რაღაც თემა იყო კაკრას ანუ ესე კი დაბრუნდი არა ხო დაბრუნდა ძველი ლუკა ამიტომ ხალხო გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს. ნუ გამოვიწერეთ ლუკას არხი და დაალაიქეთ ვიდეო აუცილებლად და ჩემი არხის გამოიწერეთ და ჩემი ვიდეოს დაალაიქეთ დროებით მოკლედ რა და დამიწერეთ სიჯის როგორ დავეხმაროთ.